მოგესალმები, მარი, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მივესალმები მთელ საქართველოს. მე მინდა სულითა და გულით მოვულოცო დღევანდელი დღე, 3 მარტი ყველა დედას. მოვეფეროთ ცოცხლებს და ვახსენოთ და ვადიდოთ წასული დედები. ჩვენ ვიცით, რომ დედაზე უკეთესი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არსებობდა, არ არსებობს და არც იარსებობს. თქვენ პირადად გილოცავთ როგორც დედა დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა, მოგესალმებით სრულიად საქართველოს დედებს მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, იყავით ბედნიერები, ჯანმრთელები და იყავით ამაყები თქვენი შვილებით. მე დაახლოებით, არ ვიცი 8 თვის უკან, 1 წლის უკან ვთქვი, რომ ჩვენ გავაკეთებდით ციხეში გაკეთებული ნივთების გამოფენას. და ეს ჩვენ დღეს მე და მარიმ და ჩემმა გუნდმა მოახერხეთ. და ამის შესაძლებლობა ციხეში მე მომცა ციხის უფროსმა ბატონმა ნოდარ ქინქლაძემ, ზურაბ მოდებაძემ, გიორგი სანაძემ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ამ ციხის უფროსებს და მათ დედებს მიულოცავ დღევანდელ დღეს. აგრეთვე თქვენ ნახავთ იმას, რაც საქართველოში არავის არასდროს აი ამ ფორმით არ გაუკეთებია. და შეიძლება ადამიანებმა იფიქროს, რომ როგორ შეიძლებოდა ეს ციხეში გაკეთებულიყო, მაგრამ მე ეს შევძელი და გავაკეთე და ამის მომსწრე არის ყველა ციხის პატიმარი და ციხის ხელმძღვანელობა. მე მინდა ციხეში ყოფი პატიმრების დედებს მიულოცო დღევანდელი დღე. მე მინდა ემიგრაციაში ყოფ დედებს, ჩემს მეგობრებს, Facebook-ის მეგობრებს და მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მთელ საქართველოს დედებს მინდა მოულოცო დღევანდელი დღე. მე და მარი დღეს დაგათვალიერებიერთ ციხეში ჩემს მიერ მე ხელმძღვანელობდი და პატიმრების, კარგი ბიჭების, კარგი სპეციალისტების დახმარებით თუ რა გავაკეთეთ ჩვენ. მოდი მარი დავიწყოთ. აი ეს არის ხელით გაკეთებული ყველაფერი, მაგრამ გააჩნია კიდე ხელს, როცა ციხეში არ შეიძლება არაფრის შეტანა. დაიჯერებთ, მთელ საქართველოს მინდა უთხრა. ეს ყველაფერი არის ძველი ვენტილატორის რაღაცით, კიდევ რაღაცით, კბილის პასტით, რაღაცით გაკეთებული, ვინაიდან ციხეში არ შეიძლება შეტანა რამე დანადგარის. ეს არის ყველაფერი ხელით გაკეთებული და მეორე მსგავსი არ იქნება თქვენ რასაც ნახავთ. მოდი დავიწყოთ. თან მარი, შეხედე, ყველას აქვს GB. შეხედეთ, აჩვენეთ, ყველას აქვს ინიციალი. აი შეხედეთ, GB, აი ეს არის თამაშიცი? რა თქმა უნდა. მოდი, ერთი ნაბიჯი წინ წავიჭიო. ესენი რა არის მარი? შეხედეთ. აი ჩათვალე, ეს ყველაფერი არის ანტიკვარი დღეს. ყველაფერს აქვს GB. ეს ყველაფერი არის ძვირფასი და ციხეში გაკეთებული. წარმოიდგინეთ, აი ამას ხო უნდა ნიჭი ხო უნდა. აი ციხეში ადამიანები ზიან და არიან უზომოდ ნიჭიერები. ამის გაკეთება ძალიან დიდი ტვინი უნდა. აი შეიძლება ყველაფერი დანადგარი კონდეს და ეს ვერ გააკეთო. შეხედეთ. ეს შეხედეთ GB. 15 წელი ქონდა ამ კაცს მისჯილი და ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ეს გავაკეთეთ. შეხედეთ. აქ ახლა ეს ჩვენ ძალიან შორს წაგვიყვანს. შეხედეთ. ძალიან შორს წაგვიყვანს. იგივე არის ჭადრაკი, GB და ესეა ეს. ეს რა არის? პატიმარი დედას ყვავილს აძლევს. ეს სასანთლე კიდევ ციხეში არის გაკეთებული. მოდი, წავიწიოთ აქეთ წინ. რაც ციხეში მარი პირველი გავაკეთე,
გავაკეთებია და ვთხოვე ბიჭებს და ყველა იმ ბიჭებს პატიმრებს, რომლებიც იყვნენ, ბევრი გამოვიდა. ყველას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმისთვის, რომ ჩვენ ეს შევძელით. ეს მარტო მე არ გამიკეთებია. ეს თქვენი დახმარებით გავაკეთეთ და ეს არის ალბათ 6 წლის შედეგი. მსგავსი გაკეთებულს ვერსად ვერაზროს ვერ ნახავ და საქართველოში მსგავსი არავის არაზროს არ უნახია. ბატონო გევა, ბოდიშს გიხდით, მინდა ეს დრო გამოვიყენო და ვთქვა ჩემი და ჩვენი გუნდის სახელით უღრმესი მადლობა ამ სიამოვნებისთვის, რასაც დღეს ჩვენ აქ ყველაფერს გვაჩვენეთ და აჩვენებთ საზოგადოებას. მოდი დავიწყოთ. საოცარი ადამიანი ხარ. პირველი, მოდი ეს დავდოთ. პირველი მარი ჩვენ რაც გავაკეთეთ იყო ეს. ეს არის პირველი რაც ვთხოვე ბიჭებს და მთელი ღამე ვხაზავდით რომ ეს გაგვიკეთებია. დედას ყვავილს ჩუქნით. ეს ყველა პატიმარს ეხება. პატიმრები ძალიან კარგი ადამიანები არიან და ნიჭიერები და მათ ცოტა ხელი შეწყობა უნდა. მეორე რაც გავაკეთე, მე მოსახლეობა მიცის რომ პატარა ბიჭი ვიყავი, როცა დედა გარდამეცვალა და სენაკში ქუჩას დედის ქუჩა დავარქვი და შეხედეთ. აი ეს გავაკეთე სიმბოლურად დედის ქუჩა 59 ნომერი. საქართველოს დროშა GB. რაც შეეხება ამათ, ეს არის, არ ვიცი, აი ციხეში შავებმა იციან ყველაფერი ამის ფასი. ფასი როგორ ამის როგორ გითხრათ? ფასი კი არა. ამის როგორ არის იცით? აი ეს არის ისეთი ნივთი, რომელსაც თქვათ არავინ არაფერში არ გასვლის, იმიტომ რომ ეს ხელით გაკეთებულია და ეს ყველაფერი არის ანტიკვარი. თქვენ წარმოიდგინეთ, აჩვენე რა დონეზეა გაკეთებული. ეს პატიმრებმა ვინ ციხეშია ნამყოფი, ეს ყველაფერი იციან თუ დღეს ეს როგორ ფასობს, ეს არის დღეს შეუფასებელი, ეს არის ჩემი ოჯახის ნივთი უკვე, რომელიც ჩემს სპეციალურ ოთახს ვაკეთებთ გამოფენას. ესეც აჩვენეთ, შეხედეთ. აი, შეხედეთ, მარი. აი წარმოიდგინეთ თქვენ რაღაცისგან ყვავილი როგორ გააკეთეთ, შეხედეთ. მოდი. ჭადრაკი. საოცარი ენერგია. აი უყურეთ. ჭადრაკი. აი მიდი და მანახე მეორე მსგავს. ვერსად ვერ ნახავ მსგავს. ეს მე და ჩემმა მეგობრებმა შევძელით. მოდი მარი აქედან. აი შეხედეთ. ეს არის ავტომობილი, Mitsubishi-ის პიკაპი. GB. Toyota-ს პიკაპი, GB. ზარდახშა, Lexus-ი. აი აქედან დაიწყო საქართველო. პირველი ავტომობილი. ჩვენი ბავშვობა. აი შეხედეთ. ეს არის აკვანი, ეს არის ბავშვების სათამაშო, ეს არის ჩიბუხი, ყალიონს რო ვეძახით და აგერ კიდევ, რა ვიცი, აგერ კიდევ არის ძალიან, აი ეს ახლა ადამიანმა რო, აი შეხედეთ ესენი როგორი გაკეთებულია. აი ეს ყველაფერი არის ხელით გაკეთებული და ინსტრუმენტის გარეშე, აი ერთი ნაჟოვკაც კი არ ქონდა. და გულით. ეს არის გულით გაკეთებული. შენ წარმოიდგინე, აქ ისეთი რამეა გაკეთებული, არ ვიცი, აი შეხედეთ. პიკაპი, Mercedes-ის პიკაპი, GB, აჩვენე. ვიღაცამ თქვა, ესო კაცო, ერთჯერ ნარძე რაღაცა იყო და ეგერ იყიდებაო. ბიძია თუ იყიდება $1 მილიონ მოგცემ. $1 მილიონ მოგცემ, დღეს რა ნარცაც ნახავ. მომიტანი ერთი ცალი $1 მილიონ მოგცემ და ის რაღაცას რო იქ ზღაპარწყები სირცხვილია, მაგრამ ახლა თქვენნაირებზე გელენვაგენი. შეხედეთ. საოცრება. შეხედეთ, GB ჩანს. აი ეს Mercedes-ი. ეს ეკლესია ეს გამიკეთა ერთი ყოფილმა უშიშროების ერთ-ერთი თანამშრომელი იყო 10 წელი ქონდა და აი ესენი კიდე ყველაფერს ადამიანები ეჩვევიან და ეგუებიან.
შეხედეთ. ყველაზე კრეატიული მხარე. ჩემი ავტომობილის ნომერი 777. ეს კიდევ 777, მაგრამ ეს უკვე სხვა მასალით გაკეთებული. ებოქსიტი თუ რაღაცას ეძახიან, აი ეს მაჩვენე, აი ეს რა მაგარია, შეხედეთ როგორი გაკეთებულია. ეს კიდევ ჩემი ავტომობილის ნომერი. ეს კიდევ ჩემი ავტომობილის ნომერი, ეს სიმბოლურად გავაკეთეთ GB და აი ამას ხო ხედავთ თქვით, მოდი ახლოს ეჩვენე. მოდი, გადავინაცვლოთ ძალიან საინტერესო თემას ვეხებით. ძალიან ამას ელოდება მთელი საზოგადოება. ამდენი ხანია ამას ელოდებიან და მინდა კიდევ გავიმეორო და იმას უთხრა იმ ვიღაცა ქალბატონმა ბაზრობაზე ნარდი აჩვენა და აგორო 14 ლარი იგრისო. სამარცხვინო ქალბატონი, სამარცხვინო. აი ოჯახში რო არ უნდა შემოუშვამ ასეთი ქალბატონი. აი ნახეთ. აქით მოვბრძანდით. შეხედეთ. მოდი მე იქით გადავალ. მარი შენ აქით იყავი. შეხედეთ. GB. თუ მსგავსი ნარდი. თქვენ სადმე ნახეთ. ეს არის ხელით, შეხედე, ხელით გაკეთებული. აი უყურე ფრიზონ და რა ვიცი, აი ყველაფერი არის აქ. შეხედეთ. GB. ეს არის ციხეში ეს არის, ამით ვცხოვრობდი ეს 6 წელი. გელა ბარკალაია GB. აი ამას რა შრომა ჭირდება? ერთი ნარდი რო გააკეთო, მარი, ერთი ნარდი რო გააკეთო, 3, 4, 5 თვე ჭირდება. თავიდან ბეშ 4, აბა ისროლი 1. შაშისე. წარმოგბრძანდით. აგერ შეხედეთ. აი ეს არის ყველაფერი ანტიკვარი. დღეს რომ $1 მილიარდი გადაიხადო. $1 რო გადაიხადო, აი მსგავს ვერ ნახო. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ხელით გაკეთებული. და აქედან არის მე ვიღაცა სადღაც რო ამ მსგავსებს და სადღაც რო ყიდიან. ეს არასდროს არ გაიყიდება. ამ ყველაფრის თავარი არსი თქვენი ისტორია, ბატონო. რა თქმა უნდა. იმიტომ არის შთამბეჭდავი. აგერ შეიქმნა. აჩვენეთ, ეს თავარი არის რომ ციხეში შეიქმნა, ციხეში არის გაკეთებული. აი მობრძანდით. აი შეხედეთ. აი პირველი ეს ნარდი იყო რომ გავაკეთეთ. აი შეხედე. გელა ბარკალაია. ფრიზონ. აი ეს არის ნარდი, რომელიც რა ვიცი, შეუფასებელია ეს ნარდები. მოდი იქიდან გადმოვალ, ხო? შეუფასებელია და ეს არასდროს არ გაიყიდება და შეიძლება იმ ადამიანებს რაღაც რაოდენობა ვაჩუქო, ვინც ამის ღირსია. დაიმსახურა. მობრძანდით. მოდი დავიწყოთ აქედან. აი უყურეთ, აი ეს. აქით თუ გადმოხვალ, კარგი იქნება, მობრძანდით. ნელა, აი შეხედეთ. რამდენი შრომა ჭირდება ამის გაკეთებას. აი წარმოიდგინე, რამდენი შრომა, აი შეხედეთ. ახლა ერთს ავიღებ, მოდი ერთი გადავალ მეც და უყურეთ ახლა. ამას რომ მე უყურებდი, თვალს არ უჯერებდი. წარმოიდგინე რაღაცა ძაფი, ხო? და ეს იქსოება. და ამას უნდა მოკლედ ერთი ღამე, ერთი შეიძლება გააკეთო, ერთი მწკრივი რა და რამდენი დრო ჭირდება. GB, ეს ყველანი არის ნაკურთხი. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ ყველაფერზე. რა თქმა უნდა, შეხედეთ. თქვენი ისტორიული საქმეები იკეთებიან. შეხედეთ თვალებს, შეხედეთ. წარმოიდგინე ახლა ამას რამდენი დრო ჭირდება, ხო? აი ეს არის ის რაც მე ციხეში შევძელი. წარმოგბრძანდით. აი ეს ნახეთ. აი უბრალოდ ნახეთ რა დონეზეა გაკეთებული. შეხედეთ. აი შეხედეთ რა ნამუშევარია. მაგრამ მსგავს მეორეს ვერ ნახავ. აი ეს დღეს
რომ მითხრა, ამდენს გადავიხდიო, ღმერთმა დამიფაროს, რომ შეიძლება ადამიანს ვაჩუქო, მაგრამ ეს გავაკეთო არა, ეს ჩვენი მუზეუმისთვის იქნება ძალიან მალე. შეხედეთ, რა დონეზეა შესრულებული, ახლოს აჩვენეთ. ახლა ეს ნახეთ. ეს გულიო მიჩუყდა. აგორე, წაიკითხე. მათე ბარკალაიას ეს ხატი მამა შენ მაგელა ბარკალაია მოგიძღვნა შენ ციხიდან ღმერთი იყო შენი მფარველი. გელა ბარკალაია და თარიღი. 1 ოქტომბერი 2020 წელი. ახლა ნახეთ რა დონეზეა გაკეთებული და შეხედე, მარი. საოცრება. აი შეხედე. შეხედეთ. ღმერთო. აი შეხედე რა გაკეთებულია. გებე. ყველაფერი ეს იქ არის კურთხეული, ნაკურთხი. ეს პირველი ვიღაცამ თქვა რომ არ შეიძლება, როგორ არ შეიძლება პატრიარქის სურათი ვიშოვეთ და პატრიარქი იცით რომ ჩემთვისაც და მთელი საქართველოსთვისაც არის ყველაფერი და დიდხანს სიცოცხლე უსურვოთ და დღევანდელი დღემდე და კიდევ ერთჯერ მოულოცო და აი უყურე რა დონეზე არის შესრულებული. აი იგივე გებე წაიკითხე დედა ეს შენ მოგიძღვნა ციხიდან გელა ბარკალაიამ 29 სექტემბერი 2020 წელი. წმინდა გიორგის ხატი. შეხედეთ რა გაკეთებულია. წამობრძანდით? აი შეხედეთ. ეს არის ძალიან დიდი შრომის შედეგი. წარმოიდგინე ახლა ზოგიერთი იტყვის მობრძანდით, ზოგიერთი იტყვის რომ აი ციხიდან გამოსულ ადამიანს არ დავასაქმებ, ეს შეცდომაა. ციხიდან გამოსული ადამიანი უნდა დაასაქმოს ზუსტად, იმიტომ რომ მას ძალიან დიდი გზა აქვს გავლილი და ხელი უნდა შეუწყო, ხო? მე ახლა მინდა პირდაპირ უთხრა დაახლოებით ჩემს კომპანიებში მთელ საქართველოს მასშტაბით გუშინ კიდე 3 ადამიანი მივიღეთ დაახლოებით 160 ადამიანი კი მუშაობს, ხო? პატიმარი, ყოფილი პატიმარი და ყველა მუშაობს რეალურად რა. აი მობრძანდით. შეხედეთ. წარმოიდგინე ამას რამდენი ნერვები უნდა და ეს არის უბრალო კაცის გაკეთებული, აი პატიმრის გაკეთებულია. შეხედეთ რა დონეზე არის გაკეთებული. აი მოდი ნებისმიერი ავიღოთ, აი შეხედეთ. აი ეს ძაფები. მე არ ვიცი ამას როგორ ხსოვენ, როგორ არ ვიცი, ჩემი თვალით ხო უყურებდი, მაგრამ შეხედე. ამაზე გარეთ მუშაობდა, გარედან შევქონდა ეს მასალა. ჩემი მძღოლი, ორივე მძღოლი ამ საქმით იყო დაკავებული, რომ სადმე თუ რამე იყო, აი ნახეთ ახლა მობრძანდით. აი შეხედეთ რა დონეზეა ეს ხატები გაკეთებული. შეხედეთ. აი შეხედეთ. აი ეს არის ყველაფერი ისეთი ხე, რომელიც იჭრება. ეს რა არის წაიკითხე? დამზადებულია. დამზადებულია ციხეში გელა ბარკალაიას მიერ. რომელ წელს? 20 თებერვალი 2021 წელი. ამას ყველაფერს თავისი სახელი აქვს. მოდი, ეს კიდევ კარგად აჩვენე. ბატონო გელა თქვენ ხალხის გაოცებას არ წყვეტთ, ხომ? აი უყურეთ. არც თანამშრომლების. აი შეხედეთ. აი აქედან მიგზავნიდნენ და კიდევ მინდა წამობრძანდით, კიდევ მინდა ერთჯერ დიდი მადლობა აქედან მობრძანდი მარი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ბიჭებს, იმ პატიმრებს, ყოფილ პატიმრებს, ზოგიც ახლა ძის ციხეში, გადაუხადო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მათ შექმნეს. ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა ჩვენ ამაში, ეს არ არის მარტივი. დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ნარდი იქნება თუ ჭადრაკი თუ ნებისმიერი რამე ერთ ადამიანს არავის არ გააჩნია და არასდროს არ გააჩნდა. ეს არის ერთი კაცის გელა ბარკალაიას, რომელიც იქნება ჩემს მუზეუმში. ძალიან მალე მაგარი მუზეუმი გვიქნება და ბევრი რაღაცა კიდე რა ვიცი. მე მინდა კიდევ ერთჯერ დიდი მადლობა გადაუხადო ციხის ადმინისტრაციას
ვინაიდან მოგცეს საშუალება. როცა იცის ციხის ხელმძღვანელობამ, რომ შენ წესიერი კაცი ხარ, მაგრამ მოხვდი ციხეში, ის არ კითხულობს, რატომ მოხვდი. ყველას ერთნაირად ექცევიან, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ მე ამას შევძლებდი. და გოგა სანოძეს როცა ვთხოვე, რომ ამას გავაკეთებ, მეთქი ვერც კი წარმოედგინა, რომ ეს გაკეთდებოდა. მაგარი ცეხია თვითონ იმაში, ციხეში და აი წარმოიდგინე, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ აი ეს სიტყვები დღეს მეთქვა. ყველა ციხის უფროს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო და კიდევ ერთჯერ აჩვენეთ, მაგრამ ეს დაიკავე. აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აი ამის გაკეთებას რამდენი ნერვები ჭირდება. შეხედეთ. აი შეხედეთ. ეს ყველაფერი არის ანტიკვარი. აი მსგავს ვერ ნახავთ, შეხედეთ. აი ეს არის ციხე. ახლა მარი, შენ გაინტერესებს რა მითხარი დღეს რა შეკითხოთ ამისთვის? ჯერ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ საზოგადოებამ არ იცის, თქვენ იყავით სანიმუშო პატიმარი. და ეს უნდა იცოდნენ აუცილებლად. ბატონმა გელამ ძალიან ბევრი რაღაც შეძლო, რაც ადამიანი ამას გარეთ მყოფი ადამიანის ვერ მოახერხებდა. ასე რომ მადლობა თქვენ. მე დღეს სპეციალურად არ ჩამოვიტანე საბუთი, სადაც სამივე ციხის უფროსიდან მაქვს საბუთი, როგორც სანიმუშო პატიმარი. როცა მე იქ ლექციებს კითხულობდი და იქ განმავითარე ბიზნესის სვანეთში და გაოცებულები იყვნენ მოსული სტუმრები. უბრალოდ ეს მე ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო, ვიცი. თქვენ იქ ტყუილად არ იყავით. არა, ერთი დღე მე ციხეში ტყუილა არ ყოფილვარ, ერთი დღე. არიან ახლა ადამიანები 5ჯერ მოიხადეს, 6ჯერ მოიხადეს და ისიც არ იციან. მოიხადეს და სად მოიხადეს ისიც არ იციან, აი ესეთიც ბევრია, მაგრამ მე მინდა ყველას უსურო რომ რაღაცა კანონი კიდევ ერთჯერ გამოვიდეს და ყველა გამოვიდეს ციხიდან და თავის ოჯახს დაუბრუნდეს, იმიტომ რომ ოჯახს ჭირდება мама. გასაგებია დედა, მაგრამ мама მაინც არის мама. კიდევ ერთჯერ მინდა ვთხოვო მოსახლეობას, ხვალიდან შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მით უმეტეს ყოფილი პატიმარი ყველა მოვა ხვალიდან აქ ან მისი ოჯახის წევრები. დასათვალიერებლად და მე ვეცდები ყველანაირად რომ ხელი შეუწყო და დავათვალიერებიო ციხეში გაკეთებული ნივთები. ხვალიდან ველოდები ძალიან ბევრ ადამიანებს, რომლებიც აი ამას დაათვალიერებენ. რა სიტყვი მარი? მსგავსი რამე გაგიგია? არა, მე ხო გეუბნები დღეს დილიდან რომ დავიწყეთ ამ ყოველფრის მომზადება. მადლობა ჩვენს გუნდს, ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ხარში დაგვიჯდენ და ძალიან მოკლე დროში ეს ყოველფერი გამართეს და გამოიტანეს საჩვენებლად. ბატონო გელა დაგისვამთ იმ კითხვას აუცილებლად. მე წერა გკითხეთ ამ ყოველფერს რომ უყურებთ, ძალიან მაინტერესებდა. ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. თქვენც, ანუ მე ფენომენალურად გენიოსი ადამიანი ხართ და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, მაგრამ მე გკითხეთ, ანუ ციხეში რომ შეხვედით, მაშინაც ესეთი იყავით თუ ციხეში ჩამოყალიბდით ესეთ ადამიანად? უყურე, ციხეში როგორ იყო? ციხეში მე ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ, ისე არ გავჭირებულ ვარ და ციხეშიც ტყუილა რო ვიყავი, ეს შენც ისი და ძალიან ბევრმა თქვა. ნამდვილად. მაგრამ ამის დროც მოვა. ტყუილად არ ყოფილხართ ბატონო გელა, მუზეუმი შექმნით. გაირკვევა. მაგრამ რა მასწავლა ციხე? რაც მთავარია ციხე მის მასწავლა. ციხე მასწავლა მოთმინება. თორე მე ისეთი დედის გაზრდილი ვარ. ნამდვილად. მანამდეც ჭკვიანი ვიყავი. დღესაც ჭკვიანი ვარ და სიცოცხლის ბოლომდე ჭკვიანი ვიქნები. რატომ იცი? მე აი ამ ქალს, რომელსაც დედა ქვია, არ შევარცხე. ჯერ მე არ მახსოვს, რომ ჩემთვის დედაზე ვინმეს შეეგინებიოს. დედა ჩემის ერთ-ერთი ის იყო პატარა ფურცელზე დაწერილი დამხვდა ხო, მე რო წავიკითხე ნახე რომ და იქ რაღაცები ისეთი რამე ეწერა, არ მინდა მაგას რომ დაუბრუნდე. თავარი დედა თქვენი მარტო ამის გამო იამაყებდა იქიდან ნამდვილად. ეს რო ნახეს ციხეში ხელმძღვანელობამ, აი ცრემლები მოდიოდათ, იმიტომ რომ ისინი ადამიანები არიან, ხო?
და ყველანაირად პატრიქსემენ ციხე არ არის ახლა ის რომ ჩაკეტილი იყო და რაღაცა თუ ნორმალური ადამიანი ხარ ყველანაირად საშუალება გეძლევა რომ ყველაფერი გააკეთო კიდევ ერთჯერ ვაჩვენოთ არის ახლოდან ეს არის ჩვეულებრივი პატიმრების გაკეთებული კიდევ შეხედეთ ეს არის ყველაფერი ჩვეულებრივი პატიმრების გაკეთებული მაგრამ ყველა ნივთს აქვს გებენ ვინაიდან ეს ჩემს ოჯახს ისტორიას დარჩება როგორც ისტორიას დარჩება რომ დედის ქუჩას შევარ კიდევ ეს ერთჯერ ვანახოთ აი ეს ყველაფერი რასაც ხედავთ კიდევ ერთჯერ გადავავლოთ თვალი ეს კიდევ ერთჯერ ვაჩვენოთ აი ეს ძალიან დიდი შრომის შედეგია თქვენ წარმოიდგინეთ მარტო ეს ასოები წარმოიდგინე მარტო ეს ასოები ამოჭრათ მოიწიეთ აქეთ მარტო ეს ერთი დღე კი არა ერთი კვირა უნდა კეთი ერთი კვირა უნდა რომ ეს ერთი ასო ამოჭრა მარტო წარმოიდგინე შენ და ეს ზაფები ეს ჩემი იმით არის რა როგორ გაგვიკეთებია ახლა კიდევ ერჯერ აქეთ მოუბრუნდეთ ლეგენდარულ ნარდს აი უყურე შავებმა იციან ციხე მისის ციხეში ნამყოფმა ადამიანმა იცის ამის ფასი ეს არის შეუფასებელი და ამას ძალიან დიდი შრომა ჭირდება ეს არ არის სადღაც იქ გაკეთებული ეს არის ციხეში გაკეთებული და ეს არის ხელით გაკეთებული შეხედეთ მე მგონი 19 ცალია და ეს არის ყველა ერთმანეთზე უკეთესი ნარდი მსგავსი ნარდი არ არის მოდი კიდევ ერთჯერ შევაფასოთ დღევანდელი დღე თქვენ კმაყოფილი ხართ მსგავსი რამე არ გაქვთ ნანახი მართლა არ მაქვს ნანახი არსად არასდროს და მე ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ თქვენთან ერთად ყოველი დღე დღესასწაულია მე ეს შევძელი ეს გამოფენის გაკეთება ზუსტად დედის საპატივცემლოდ და ყველა დედას კიდევ ერთჯერ მიულოცავ დღევანდელ დღეს და ეს რაც გაკეთებულია ქალბატონებო არის თქვენი სახელით გაკეთებული და მინდა ეს გამოფენა ხვალიდან უკვე ჩვენ გახსნილად გამოვაცხადოთ და ეს არის ყველა დედების საპატივცემლოდ გისურვებ წარმატებებს და თუ რამე კარგი ამ ქვეყანაზე არსებობს თქვენთან დედებთან ყოფილიყოს